სამყაროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გავრცელებისა და გარემოს დაცვითი განათლების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სკოლის მოსწავლეებს არაერთ საინტერესო შესაძლებლობას სთავაზობს. ლაშქრობები, საველე პრაქტიკა, მცენარეთა სამყაროს გაცნობა, შემეცნებითი ტურები, სეზონური პროგრამები. ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვანი პროექტების ფარგლებში შეისწავლიან. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2026 წელი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. წლის განმავლობაში ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც ტრადიციული უკვე და ასევე ახალი პროექტები. მინდა აღვნიშნო, რომ სულ მალე დაიწყება საგაზაფხულო ფუსფუსი და ველოდებით ძალიან ბევრ ვიზიტორს. ჩვენს დეკორატიულ თარგებში ნახავენ უნიკალურ მცენარეებს. ზოგადად ძალიან აქტიური ფაზა იწყება გაზაფხულიდან ჩვენთან, როგორც ფესტივალების კუთხით, ასევე საგანმანათლებლო პროექტების თვალსაზრისითაც. გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო ეკოსაგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ძირითადად, ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლებაზე, ბიომრავალფეროვნების შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტის გაცნობაზე. დაინტერესებულ პირებს ძირითადად ეს არიან მოსწავლეები, ასევე გვაქვს სხვადასხვა პროექტი, რომელიც არის გათვლილი სტუდენტებზეც და ზოგადად ვინც არის დაინტერესებული ამ მებაღეობით და მცენარეებით, ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. ამ მიმართულებით საკმაოდ ისეთი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ჩვენს ეკოსაგანმანათლებლო პროექტებს. ასე ვთქვათ, ჩვენ სოციალურ ოფიციალურ ქსელში წერენ, როგორი მადლიერები არიან სტუდენტებით, მოსწავლეებით, მასწავლებლებით, მშობლებით და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს ესეთი დადებითი უკავშირი და ამხილა მოთხოვნა ჩვენს ეკოსაგანმანათლებლო პროექტებზე. წელსაც ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ის ტრადიციული ფესტივალები გაიმართება, რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს თანამოქალაქეებს. საკურას ყვავილობით გაიხსნება ჩვენი ფესტივალების სეზონი და გაგრძელდება ჩვენი ტრადიციული ფესტივალებით. ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ამჯერად თბილისის 65 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა მწვანე ლაბორატორია, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ტროპიკული ორანჟერია მოინახულეს, სადაც მცენარეთა სამყაროს მიკრო და მიკროსკოპულ დონეზე გაეცნენ. მე მომეწონა პირადად ეს სათბური, სითბომოყვარული მცენარეები იზრდება და მე გამოვარჩევდი დუმფარას. მე ყველაზე მეტად მომეწონა დუმფარა, იმიტომ რომ წყალში იყო რა ძალიან საინტერესო იყო. ნახეთ, ესეც ასევიერა დიდი პროფილირება და ისიც ასევიერა, სხვადასხვა სახეობებია. შეხვედრის მეორე ნაწილში სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ტერიტორია დაათვალიერეს და საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს მცენარეთა ევოლუციის, მორფოლოგიისა და ანატომიის შესახებ. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი გახლავთ ცოცხალი მუზეუმი, სადაც არის წარმოდგენილი სხვადასხვა მცენარეები, რომელზეც მიმდინარეობს რასაკვირველია მათი კონსერვაცია, მათი დაცვა, აღდგენითი ღონისძიებების ჩატარება და ასე შემდეგ. თუმცა ეს არ არის მარტო კოლექციები, ეს გახლავთ უშუალოდ კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლესაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დღესდღეობით. სწორედ აი ამ ეგიდით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე. ესენი გახლავთ როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე ბაღის მოსწავლეები, დაინტერესებული პირები და ასე შემდეგ. მათი ასე ვთქვათ ასაკობრივი კატეგორია და საჭიროებები არის გათვალისწინებული და სწორედ ამის ფარგლებში ჩვენი გუნდი ერთობლივად ვცდილობთ სხვადასხვა განყოფილებებთან კოორდინაციით, რომ შევიმუშაოთ ისეთი პროგრამები, რომლებიც მორგებული იქნება ამ დაინტერესებულ ადამიანებზე, რათა მათი ინტერესი ზოგადად მეცნიერებისადმი და ასევე გარემოს დაცვისადმი გავაღვივოთ. დღეს ჩვენთან არიან თბილისის 65 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არიან ჩართულნი ასეთ საგანმანათლებლო პროექტში, ეს არის მწვანე ლაბორატორია. უშუალოდ ეს კონკრეტული პროგრამა არის გათვლილი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად არის დამყარებული კვლევა-ძიებაზე, რაც პირდაპირ არის კავშირში ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან. სწორედ ამის გამო აღნიშნული პროგრამა უფრო მეტად საინტერესოა, რადგანაც მოსწავლეები თავად ქმნიან სხვადასხვა პრეპარატებს, ქიმიურ პრეპარატებს, ერთვებიან ამ ლაბორატორიულ აქტივობებში, სწავლობენ მცენარეთა მორფოლოგიას, მათ ფიზიოლოგიას
დაკვირვებას უშუალოდ მცენარეებზე, მაგალითად როგორ მოახდინა გარემო ფაქტორებმა გავლენა უშუალოდ მცენარის მორფოლოგიაზე, ანუ აგებულებაზე. ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და ხშირად ვართ ხოლმე ზოგადად ბოტანიკური ბაღის სტუმარიც ხშირად ვართ ხოლმე უკვე მესამედ ვართ მსგავს აქტივობაზე და ძალიან კმაყოფილებიანია ბავშვებიც და რა თქმა უნდა ჩვენც კმაყოფილები ვართ. ძალიან საინტერესო მცენარე არის აუზში, ხო? გაგიგიათ ეს მცენარე რომელია? თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის პროექტები მრავალფეროვანია და გათვლილია როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისა და ზრდასრულებისთვის. მე ძირითადად ძალიან მომწონს საინტერესო ამბები, მე ძალიან მიყვარს ბოტანიკური ბაღი და ძალიან სიამოვნებს ბუნებაში რომ დავდივარ. მე მომეწონა სპილოს ფეხი. მე ვიგებ აქ ძალიან ბევრ ინფორმაციას. 2025 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროექტების განყოფილების მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ 5000-ზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის გაურმაგებულ ზრდას ასახავს.